გამარჯობათ, მოგესალმებით ვიბრასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს საკმაოდ საინტერესო თემებზე გვექნება საუბარი. ვისაუბრებთ იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობს საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებ გარეთ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ამ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესები და მიმდინარე მოვლენები, სადაც ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ერთობა შეიქმნა, შედგა ქორწილი და ქორწინდნენ და შესაბამისად ამ ქორწილებამ დიდხანს ვერ იარსება. რადგან დაინგრა ის ერთობა, რომელიც ერთობის ძალიან დიდი იმედები ჰქონდათ სექტანტურ და იმ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელ პოლიტიკურ ლიდერებს და თითქოს და უკვე ადგილების ჰქონდათ გადანაწილებული და ხელისუფლებაში პორტფელებიც უკვე თითქმის ჩაბარებული ჰქონდათ. გუშინ მოხდა ის, რომ ძალიან ცუდი და ძალიან მათთვის თუ არა, ჩვენთვის ცუდი არ არის ეს საქართველოს მოსახლეობისთვის. მათთვის ძალიან ცუდი რაღაც და არა სწორი და არა ტაქტიკური და არა ესეთი ეთიკური ურთიერთსაუბრები, დაპირისპირებები ერთმანეთის ლანძღვა, გინება და მოკლედ ეს რომ მათგან მოსალოდნელი იქნებოდა, მე ძალიან კარგად ვიცოდი და ამასაც ჩვენ ვამბობდით ყოველთვის. არ არსებობს. როდესაც შენ არ გაქვს წმენა, არ ხარ ღმერთთან და უფალთან ახლოს და არ აკეთებ ქართულ საქმეს, იქ უკვე დამთავრებული საკითხი არის და შენ ვერანაირი ვერც ერთობაზე, ვერც პოლიტიკაზე, ვერც ქვეყნის სამშენებლობაზე და ვერც საერთოდ არსებობაზე ვერ ისაუბრებ რა. ამიტომ არის ეს იყო ყველაფერი დროებითი. დაერინონ ერთმანეთს ჩერგოლაიშვილის, ცისკარიშვილის, წითლიძე ჩერგოლაიშვილის, მოკლედ მთელი ორომტრიალი ატეხეს რა და ამის ერთმანეთს თავში ჩაარტყეს. თავში ჩარტყმა არის ის პოლიტიკურად, რაც მაგეთმა აკეთეს, არ თუმცა პოლიტიკურად. არამედ ის უზნეობაზე გადავიდნენ მათი თვითონ მათი საქციელები და აბსოლუტურად გამოამჟღავნეს, კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს თავიანთი უზნეობა, თავიანთი უტაქტობა, ის არაპოლიტიკური ცხოვრების გზები, რასაც ისინი დღემდე ეწევიან და ასეთი იმით აგრძელებდნენ თავიანთ არსებობას. ეხლა რამ განაპირობა მათი დაპირისპირება? იმან განაპირობა, რომ არასდროს მაგენი ერთად არ ყოფილან, კაცო. არასდროს ერთად არ ყოფილან მაგენის ერთობა იყო ყოველთვის ფული. სადაც არის ფული, იქ ყოფენ ცხვირს და იქ არიან მაგენი და იქ უნდათ თვითონ და რაღაც ქართული საქმეების კეთება. ისინი არიან ფულზე გაყიდულები და ესენი არიან ის დაჯგუფებები, რომელიც დაჯგუფებებიც ყველაფერს კადრულობენ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მოიქცენ, ცუდათა გააკეთონ ცუდი და თავარია ფული აიღონ, ჩაიდონ ჯიბეში. ჩვენ ამ თემებზე გვექნება დღეს საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ კიდევ სხვა დანარჩენ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე და იმ მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც დღეს ჩვენ თვალწინ არის და ჩვენ ვხედავთ რა მდგომარეობა არის პოლიტიკურ ველზე. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის პოლიტპატიმარი ბატონი ზაზა გვიმრაძე. მოგესალმებით ბატონო ზაზა. მოგესალმებით ბატონო დესტა. მადლობ სტუდიაში მომბრძანებისათვის და ბატონო ზაზა, მოდი დავიწყოთ იქიდან. რა იყო ეს? რასის და ჯერეთი მათი ერთობა და მე მათი გაყრა. ეს არის თუ არა დაკავშირებული, აი დაუშვათ, აქ ხო იდეა, აი ვითომ და იდეის ირგვლივ ისინი ერთიანდებიან, ხო? აბა ასეა, როცა შე რაღაცა აქ შიბას ჩადასახი და როცა შე რაღაც იდეა გაქვს, ამ იდეის წინ ირგვლივ ერთიანება. შენს თანამზრახველებს, შენს იმ ადამიანებს, რომლებსაც შენთან ერთად ბრძოლის იმაში აყენებ ფერხურში და მიყვები სწორედ იმ იდეას, რომელი იდეის საფუძველზე შენ უნდა გააძირო და უნდა შეგდო შენი პოლიტიკური ამიტი ქვეყანაში, მაგრამ აქ როგორც წას იდეა არ არის ბატონო ზაზა და რა შეჭირს საქმე, რას ამაქვს საქმე და ვინაა და რა ძალებია ესენი და ხან რას იკრიბებიან და ხან რას იშლებიან. მოგესალმები. დიდი მადლობა ბატონო დესტა მოწვევისათვის. მოგესალმებით TV პლუსის მაყურებელს და ვეთყვი რა. ეს არის ბატონო ტრისტან ის ხალხი, რომელიც საქართველოში მოვიდა გადატრიალების შემდეგ, ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის შემდეგ და ეს ხალხი, რომელიც
ყველაფერს აკეთებდა იმის გულისათვის, რომ საქართველო დაეჩოქებინა და ქართული ხალხი დაეჩოქებინა. დღეს რამდენჯერ მოაწყვეს ამ ხალხმა? ესენი იყვნენ ერთი მთლიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც დაიყვნენ მარტივმა მრავლებად. ეხლა ვითომ კიდე ხალხს ვითომ იდეები წამოუყენეს, გაერთიანდა და ვინ ერთიანდება? ისევ ის ძველი სახეები, ისევ ის მამაძაღლები, რომლებიც ქვეყანას საფრთხეს უქმნიდნენ. იმ ყოფილი პრეზიდენტიდან დაწყებული, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ყოველდღიური თავისი მოღვაწეობით ქვეყანას და ომი ვერ აგვაცილეს და უბედურებები და ხალხის მკვლელობები, დაჭერები და ყველაფერი. ამება რა ქორწინება და ახალი პოლიტიკური გაერთიანება. რა იციან ახალი ამება რა არის? ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც ასრულებს დასავლეთის სპეცსამსახურების დავალებებს. აქ თუნდა დამთავრდეს. გამოკვეთილია ქვეყანაში, რომ აქ არსებობს მეხუთე კოლონა და აი ამ მეხუთე კოლონის ხალხი არიან, რომლებიც ვითომ ახალი გაერთიანება რო შექმნეს. იდეა არა აქვთ. ამათ ღმერთის სიყვარული, ესენი ხო ბოროტები არიან საერთოდ. ეს ბოროტობა, ნახე, ბოროტებიც ვერ რიგდებიან ერთმანეთში. როგორ ერთმანეთს წაეკიდნენ და რა ქნეს და სამარცხინო საქმე და რა ახალი გაერთიანება, რისი ერთობა. თქვენ ერთიანდებით მარტო ქვეყნის წინააღმდეგ და ფულის მოყვარულები, ეს მამონის მოყვარული ხალხი. ოღონდ თვითონ იყო კომფორტში და თვითონ იყო ყველაფერი კარგად და ქვეყანა წყალსაც წაუღია რა. ეს ის ხალხია, რომელიც ოცნებობს, რომ აქ ცეცხლი ბომბები ცვიოდეს. ეს არასამთავრობოები კიდე ეს საეზღარი არასამთავრობოები, რომელიც ქვეყანა არ უყვართ. ეს უსამშობლო ხალხია. თორე ამას როგორ იტყვის ადამიანს, რომ თავის სამშობლო უყვარდეს, თავის ქვეყანა უყვარდეს, რომ აქ ცეცხლის ბომბები ცვიოდეს. ეს ხო გაუგონარი ამბავია, კაცო. ამათ ლოლიავი არ უნდა, ძმაო, ბატონო ტრისთან. ამათ ნუ ველოლიავებით რა ხელისუფლებას ვეუბნები, არასამთავრობოებს ამებს რა. იმიტომ ხარ ხელისუფლება, რომ უნდა აღკვეთო. აი ესეთი ხალხის პარპაში ქვეყანაში, რომელიც ქვეყანას აზიანებს და ქვეყნისთვის მოაქვს დიდი საშიშროება. აგერ ახლო აღმოსავლეთში უყურებთ რა ომი მიდის ირანს, ამერიკას შორის და ისრაელის შორის და უნდა რომ ეს ქვეყანაშიდაც საიდანვე გამოისროლოს ბომბი და ჩამოვარდეს აქ საქართველოში. ეხლა თქვენ არასამთავრობოები ახსენეთ, ბატონო ზაზა, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წლებია, უკვე ანგრევენ ამ ქვეყანას. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე წლებია, უთხრიან ძირს იმ ფუნდამენტს ქვეყანას, რომელიც ფუნდამენტს აშენდა ეს ჩვენი წმინდა მარიამის წილხვედის საქართველო. და იმ ფუნდამენტზე გაედგა ფესვები და მოვდივართ დღემდე. ამას აკეთებს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღემდე ფინანსდებიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან, ანუ დასავლეთიდან, ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ფინანსდებიან იმისათვის, რომ ქვეყანა დაანგრიონ და დააქციონ და ქვეყანას მოუშალონ მთელი ის ისტორიული საფუძვლები რაცა გადონაშთი, რაც ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანეს აქამდე. ეხლა ბატონო ზაზა, აი სწორედ თქვენთან განმოდივარ ახლა შეკითხვით. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის საქართველოს იურისტთა ასოციაცია, რომელიც არის წინა ლობიტყვი ხაზზე ქვეყნის განადგურებაში, ქვეყნის დანგრევაში, ქვეყნის ტრადიციების, ისტორიის, კულტურის, ყველაფრის წინააღმდეგები არიან ესენი. რაც ქართულია. ხო? არა, რამე გითხრათ ეხლა მე თქვენ. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციების დღეს ღებულობენ ფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან და კვლავ აგრძელებენ საქართველოში თავიანთი ბინძური საქმეების განხორციელებას. სხვა რამე მექანიზმი არსებობს კიდევ გარდა იმ კანონისა, რომელი კანონით მიიღო ხელისუფლება, რომ მათ ფაქტიურად შეჩერებოდათ ის დაფინანსებები, შეზღუდვები ქონდებოდათ გარკვეულ ანტისახელმწიფოებებისა, მაგრამ მაინც რამე სხვა მექანიზმი არსებობს ამის იგივე. მექანიზმი ერთი არსებობს, თუ ხარ ხელისუფლება, მექანიზმი შენ ხელშია, კანონები შენ ხელშია, სისამალი მიღებულია, აგერ კანონები ამ დაფინანსებასთან მიმართებაში. ამოქმედეთ ეს კანონები და დასაჯეთ, როგორ დასაჯელი არიან ეს ხალხი. უნდა დაისაჯო, ქვეყნის მტრები ისჯებიან.
ხო სახეზე ყავს მეხუთე კოლონა საქართველოში ეს არასამთავრობოების სახით კიდე პარტიები ხო ყველა მაგრამ თითქმის ეს ის ხალხია ვინც LGBT მემორანდუმს ხელი მოაწერა ეს ის პარტიები და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რო იცავდნენ ამ LGBT მემორანდუმზე და კონსერვატორები ვართ სიზახია კონსერვატორები არაფერი არა აქვს ამათ ქართული ბატონო ტრისთან არც სოფხედველობა ამა ღმერთი ამათ არასამს უფლის სახლი ამას არათავს ტაძარი და ეკლესია პატრიარქს გვიგინებდნენ ეს ხალხი როგორ შეიძლება ქვეყანაზე ზრუნავდეს ან ქვეყნისთვის კარგი უნდოდეთ ბატონოსთან ეს გამორიცხული ამბავია დავამთავროთ ყველაფერი რა ამათ ადამიანი ქართველი ეზიზღება თუ ქართულ საქმეს ემსახურები ეგრევე გნათლავენ რა რუსია პრორუსია ვეჯო ვეუნები ყველას რა პრორუსობა მირჩევნია მე ვიდრე LGBT-ს დამცველი ვიყო და ვიღაცის აგენტი ვიყო რა. პრორუსი რას ნიშნავს? შემოაგდეთ ეს და ხალხში და თან რამდენი წელიწადია ამ სიტყვების იმეორებენ ეს პრორუსული ეს ტვინაღძობი ხალხი ზოგიერთები აყვენ. აუ ეს რუსული. რა შეჭამთ? რუსულ ხორბას აჭამს, რუსული გაზი მოდის დღეს და რუსული დენი მოდის საქართველოში. და რუსული პროდუქცია მოდის კიდე საქართველოში. რა შეჭამთ? პურს არ ჭამთ? რუსულია და რა პურს აჭამს? კანადიდან გიგზავნიან, ევროპიდან გიგზავნიან თუ ამერიკიდან უგზავნიან? იმათ თავის გაჭირვებიათ. იმათ თავიანთი გაჭირვება აქვს. აგერ ირანში რა ხდება? ამ ხელა უზარმაზარი ჰეგემონი ნომერ პირველი სახელმწიფო დაარტყა და ფეხზე დგას ქვეყანა ისე. სულ სხვა სიტუაცია, სულ სხვა ცვლილებებია, სულ სხვა მოცემულობაში ვართ. და ესენი გამოდიან და ქვეყნის დაქცევა უნდა და ჩათრევა უნდა რომ აქ ხალხი კიდევ უფრო გაუბედურდეს ეს ხალხი რა. არ ვიცი ბატონო ტრისთან თუ ხელისუფლებამ არ მიიღო კაცრი ზომები ამ ხალხის მიმართ შეიძლება რაღაც შარში გაგხვიონ ჩვენ ამეებმა. იცით რა არის ნუ ახლა ეს აუცილებელია ხელისუფლებამ რა თქმა უნდა უნდა გადაწყვეტილება. აბა ხელისუფლებაა დღეს ხელისუფლება რატო ქვია? უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ეხლა თავი ისა არიქა და იდევნება არასამთავრობოებიო და არიქა და თავისუფალი პრესა იდევნებაო ეს არის ზღაპარი ყველაფერი. რა თავისო რაც მოაგებათ ყველაფერს ლაპარაკობენ ეს რა თავისო ფსიბიძურები შეიგინებენ რაღაც სისულელებს და ხას რაღაცებს უხსნიან ისეთ იდიოტურ რაღაცებს უყვებიან. უკრაინა გიმარჯვესო დღესაც ყვირიან. აღარ არის სახელმწიფო და ქვეყანა აღარ არსებობს მალე ალბათ დაამთავრებენ ამობს. არავინ არსად არ იდევნება. იდევნებაო. ბიჭო, იდევნებოდნენ, იცი? ის ხალხი, იცი რამდენი ხალხი იდევნებოდა? ის ქვეყანა რო უყვარდა. მიშას დროს, ძველ დროს იდევნებოდნენ, ჩვენი მეფეები დევნიდნენ. ან ციხეში სვავდნენ, ან ყურს მოაჭირდნენ ცხელს, ან კიდე ქვეყნიდან აძევებდნენ. იმ მოღალატეებს. აქ ვერ გავიგე, გაბიბინებული არიან. წავიდნენ 6-7 თვე დაისვენ ეს, წამოწვენ, ინტერნეტი ქონდათ, მაცივარი ქონდათ, ის ქონდათ, ზიმალეტა. მილიონები შეჭრათ. მილიონები რა იყო, ხო უნდა გაეправებინათ. თუმე რა შეეწირე, რა იდეა შეეწირე, რა იდეა. ქართული იდეა თქვენ არ აგართ. ქართული იდეა არის ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. რა ჩვენო პეტრიარქოძანა და ჩვენი დიდი წმინდა ილია ჭავჭავაძე ამბობდა. დიახ. ენა მამული სარწმუნება. აი ამ ორი იდეის გარშემო თუ ვერთიანდებით, დანარჩენი გაერთიანება არის ყალბი. ყველაფერი. ეხლა რამოდენიმე დღის უკან ბატონო ზაზა თავად ლომჯარია ბრძანდებოდა გერმანიის ელჩთან. ნუ ახლა ჯერ ერთი ეს ელჩები, რომელი ელჩები ჩამოვლი არიან ამ პროცესებში, მე არ ვიცი ახლა კიდევ როდემდე უნდა უთვინოთ და როდემდე უნდა უგოროთ, მაგრამ ასე წითელი კვერცხია მე ვერ წარმომიდგენია. გავაგდოთ ქვეყნიდან ეს ელჩები რა, მოაშორეთ რა, ნონგრადად გამოაცხადოთ. ბატონო ზაზა მაცალე შეკითხვამენ რა გიცოთ რა. ხო, და როგორ შეიძლება ახლა ხედავთ რომ აშკარად ჩართული არიან ელჩები ამ პროცესებში, რომელიც პროცესებიც მინდა რომ ჩვენ ქვეყანაში ანტისახელწიფოებრივი პროცესები. ამავდროულად მათთან ერთად ესე პირდაპირ არიან ხელი-ხელ ჩაგიდებული გამოდიან და აი ეგ ლომჯარია, აქეთ გიგაური, აქეთ ბაბუცა პატარაია და ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაციები შეხმატკილებულად მოქმედებენ ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ. ეს იურისტ ასოციაცია ქვია და არაფერს იურიდიულად არ ეხმარება. საია ეს ყველანი არიან ასე მათ
ქვეყნის წინააღმდეგ მომართულები, ხო? ეხლა ლომჯარია იყო გერმანიის ელჩთან პატრონოზასა და ლომჯარია გერმანიის ელჩს უთხრა, რომ მოდიო, ეხლა თქვენო მიიღეთ გადაწყვეტილებაო და შეაჩერეთ ვიზა ლიბერალიზაციაო. ანუ ის ხალხი, რომელი ხალხი წასულია და მოდის რაღაც ლუკმაპური საშუალებას მიდის, ხო? და მოდიან სამ თვით, ხო? ეს შეუჩერი ამ ხალხს, შეუწყვიტეო და მოკდნენ შეერებიო და ამის საფუძველზეო ჩვენ გამოვიყავთ ხალხს ქუჩაშიო და ჩვენ დავაყოთ ხელისუფლებას, ეხლა მომისმინეთ აქეთ. თქვენ როცა ასეთი ბინძური გეგმებით მოქმედებთ და ასეთი ბინძური გეგმების საფუძველზე გიდათ მოხვიდოთ ხელისუფლებაში და არანაირი საქმიანი შეთავაზება თქვენ ხალხთან არ აგაქვთ. თქვენი შეთავაზება არის ის, რომ დააწყდნენ, დაიხოცონ ქართველი ხალხი, ოღონდ ჩვენ ვიყოთ კარგად და მოვიდეთ ხელისუფლებაში. ეხლა ეს არის თუ არა დანაშაული, რაც ლომჯარია მით უმეტეს ამის ისენიც აქვთ მტკიცებულებებიც აქვთ და ამის ყველაფერი საშუალებები აქვთ, რომ ის საუბრები, რა საუბრებით შედგა გერმანიის ელჩთან, რომ მათმა ეს ყველაფერი წვრთნა უნდა მტკიცებულებების სახით ლომჯარიას და შემდგომ კაცო თუ იყავი გერმანიის ელჩთან შესული, რატომ გამოგაპარა გერმანიის ელჩმა თავის მანქანით საელჩოდან, ხო? ხო, უკანა გარიდან რომ გამოაპარა, ხო? ეს არის თორე დანაშაული ლომჯარიას. ყველაფერი ეს დანაშაული კი არა, ეს არის ამათ ეხლა მე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ უნდა უთხრა. ან თქვენ დააწყნარეთ ესენი თუ არა და ქართველი ხალხი დააწყნარეს ამას ყველაფერს რა. ამოვიდა ყელში რა. ეს ლომჯარიები, ესენი, ესა, საია, მაია. არ აღჭირდება ესეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქართულ საქმეს არ ემსახურებიან, ქართულ ხალხს არ ემსახურებიან, სამშობლოს არ ემსახურებიან. რა გვინდა ესეთი? ვინ აძლევს ამ ფულს? მე არის ის კაცო ჩვენი სპეცსამსახურები რა საკეთებენ კაცო ეს ფულის მიმოქცევა როგორ ეს ადვილად ხო არ ხდება რა თუ ნახტფულს აძლევენ საელჩოში რომ მიიყვანენ და ქეშ ხებულობენ ხო ქეშ ხებულობენ ის ქეშიც ხო სად რომ მიდის ხო უყურებს სპეცსამსახური იქ ქეშს ხო შეიძლება გაყვე კაცო ეგრე ხო არ შეიძლება რა ხალხო რა დაიღალა ქართველი ხალხი რა დღეს გავდივართ ზღვარზე აი შვიდობა არის რაღაც სანატრელი ოცნება დღეს თემსოფლიოში და ზღვარზე გადის საქართველო. აი რო იტყვიან ისეთ სიტუაციაში ვართ რა. ერთი რამე რო აქიდან აფრინდეს ირანის მიმართულებით, თან ირანს ნათქვამი აქვს. რომელი ქვეყნიდანაც რამე რო აფრინდეს, იმ ქვეყანას დავარტყავ. არაფერი არა აქვს ჯერ ქვეყანას თავდაცვის ისეთი საშუალებები, რომ ბომბები და საფრენი აპარატები ვიგერიოთ ჩვენ. ვიღაცამ რო აქიდან ვიღაც აგენტებმა რომ დრონი გააკეთო, დაუშვათ, გააწყო. მაგის მოსალოდნელია. და ვიღაცამ იქიდან ევროპიდან რომ დაიწყოს იმ დრონის მართვა და გაუშვას, 1-2 წელი დრონი. აქ რა მოხდება? არა, ევროპიდან ვერ მართავს აქაურ დრონს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სადმე ახლოს აქ ჩანერგავენ, აგენტს აქედან გააკეთებიებენ. ხო შეიძლება ახლოს სამეზობლიდან არის ესე დრონი. ევროპიდან უბრალოდ დირექტივას მიიღებენ. ხო, გავიგე, მაგრამ ხო არსებობს ბატონთვის ეს საფრთხეც რა. როგორ არსებობს? იმიტომ ჩვენი საფრთხები კოლექტიური დასავლეთია საქართველოსთვის. ამ 33 წლის მანძილზე და 34 წლის მანძილზე რა გაგვიკეთეს? მოამზადეს ამდენი ხალხი, ამდენი აგენტი ჩანერგეს მეტი არაფერი. აბა ქართულ სახელმწიფოს რა გაუკეთეს? რა ომი ქონდა დაგვიცვეს, არ მიგვატოვეს. თუ რა მოხდა? აგერ ამერიკა მიატოვა თელი ახლო აღმოსავლეთ თელი არაბული სამყარო დატოვა მარტო გაიქცენ უკვე. გაიქცენ იქიდან გარბია. ნუ მათ ეს ჩვევიათ, გაიგე? ავღანეთიდან როგორ გაიქცენ? ჩუსტებიანმა ხალხმა გააქცია. ვენაცვალე იმ ჩუსტებიან ხალხს. ემედონ იმათ თავიანთი ქვეყანა უყვარდა. კი. იქ ქართველებიც ომობდნენ, რო იცოდეთ. აქედან წასული ავღანეთში წაყვანილი ქართველები, რომლებიც ისევ ქართველები არიან და ჩვენი ქართველები არიან, ისინიც ომობდნენ ამერიკელების წინააღმდეგ. კი. ბიჭო, ესე როგორ უნდა გეზისხებოდეს შენი სამშობლო და შენი ქვეყანა, რომ ინდატრო რო აქ ომი და ბომბები ცვიოდეს. ლომჯარიას ნატროა ეს არის, ლომჯარია. ლომჯარია, ეს კოლექტიური ლომჯარია, ყველა ეს არასამთავრობო, რა მნიშვნელობაა, გიგაური იქნება, ის იქნება თუ ვინ იქნებიან. ძერწეს ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში აგენტურული ქსელები იყოს საქართველოსთვის. აგენტებს დიდენ თავისთვის. და მე დაინახა ახლაც თელ ვისაც არ დაინახავს ახლა რა. ვისაც ეპშტეინური აზროვნება აქვს. ის ვერ დაინახავს ამას და ვინც ქართველია და საქართველოს უყვარს
თავის სამშობლო უყვარს, ღმერთი უყვარს, ოჯახი უყვარს, ის ყველა ხედავს რა. იმიტომ ვერ მოიგეს ვერც ერთი არჩევანი, რომ მოვიგეთ, გავიმარჯვეთ, რა გაიმარჯვეთ რა. გაიმარჯვა ეპშტეინმა? ჯერ კიდე რამდენი ფაილია გამოსაყენებელი იმ ეპშტეინის ფაილებიდან? 3 მილიონზე მეტი კიდე ფაილია გამოსაყენებელი. ჯერ რა აჩვენეს? ისე რა არის? ანუ ესე ჩვენ ახლა საზოგადოებას ასვეუნებით. საზოგადოებას ვეუბნებით რას? თვითფასო ტელემაყურებლებო. ვინც ჩვენ გვიყურებს და გვისმენს. ახლა ეს არ არის ახლა ესეთი დაუშვათ 7 თვალებით საყურებელი და ეს თვითონ მათი მოქმედება რასაც ესენი აკეთებენ. ესენი არიან აი ესე ახლა ვისაც ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? არიან ნომრიანი აგენტები. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტებს რომ ამბობ, მე გულისხმობ, როგორც ევროკავშირის, ისე დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების აგენტები. რომლებსაც ამუშავებენ თავიანთი კურატორები აქ ქვეყანაში იმისათვის რომ მათმა არ დაკარგონ მხედველობაში ვიყავს მე თვითონ ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი თავიანთი გავლენა ამ ქვეყანაში და რასთვის ჭირდებათ მათ გავლენა თავიანთი ამ ქვეყანაში გავლენა იმასაც ჭირდებათ მათ ამ ქვეყანაში თავიანთი რომ შესაბამისად ჩვენი ქვეყნიდან გქონდეთ წდომა რუსეთთან მიმართებაში თუ რა გააფუჭონ და რა გაუფუჭონ რუსეთს თავიანთი ესეთი მიდგომებით, ხო? ეს არის მიზანი, მეტი კი არაფერია მიზანი მათი. მიზანი ეს არის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და მიზანი ეს არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების როგორ დაძაბონ მდგომარეობა რუსეთთან და ესე იგი ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად ასე საფრთხეების ქვეშ, ხო? ამას აკეთებენ სწორედ ეს ლობჯარიები, ეს გიგაურები, ეს ტაივანში გარო არის თინახიდაშელი და ასე შემდგომ ყველა ისინი, რომლებიც დღეს ფულს ღებულობენ მათგან. ფულს ტყუილა არავინ არ გადაგირდის, არავინ არ ათქოს, ის რომ მე დღეს ფულს თუ ვინმე მომცემს, ხო? ეს იმიტომ რომ მისი კეთილი ნება იყო. არავის მით უმეტეს არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ევროკავშირს არანაირი კეთილი ნება ჩვენი ქვეყნასთან მიმართებაში არ ამოძრავებს. ის ფინანსები, რომელი ფინანსების დღეობით მოდის და ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები, ეს ეგრეთ წოდებული გაერთიანება, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს ფინანსები მოდით მათ იმისათვის, რომ მათ მიეცეთ საშუალება გადაადგილებების, ინფორმაციების შესყიდვის, ხალხის აბუნტების, საქმის გაფუჭების ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. აი ეს ფინანსებია, ეს ფინანსები და ეს ორგანიზაციები არის ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ ფინანსების საფუძველზე იყიდებიან და აფუჭებენ ქვეყანაში საქმეს. ეს არის ის არასამთავრობო ორგანიზაციები. ახლა რა მნიშვნელობა აქვს აქ იარაღით ჩამოვარდება ვინმე და იარაღით დამიპყრობს თუ ესე ფინანსურად მთლიანად მოისყიდიან და შექმნიან საქართველოში ისეთ მდგომარეობას, რომ უკვე საქართველოს თითქმის იქნება უფსკულისპირას მისული, ხო? ამას რა მნიშვნელობა აქვს? ხედავთ უკვე აგერ რომ ეს არის ღიად ჩანს უკვე. გამოჩნდა ეს უკვე. აღარ არიან ესე შენიღმულები და აღარ არიან რაღაცა იატაკ ქვეშა ბრძოლებს აღარ აწარმოებენ. ღიად გამოვიდნენ უკვე ისინი და ღიად ხედავთ ჩვენ ვინ არიან ეს მტრები საქართველოსი, ხო? და ამას რაღაც უნდა უკვე იქ ლოდინი და რაღაც უნდა ის რომ არიქა ის ასეთყვის ჩვენზე ის მე რაღაცა იქ ევროკავშირში რაღაც განცხადებას გააკეთებს და ამ განცხადების საფუძველზე ჩვენ შევექმნება პრობლემები, ხო? ამიტომ არის ბატონო ზაზა, ამიტომ არის საჭირო. არა თუ იქ რაღაც კანონები რომ მიიღეს ტროტუარზე დაჯარიმებები ესე. რა ტროტუარზე დაჯარიმება და რა რაღაცეების ჯარიმები და რა კანონები. კანონები არის მისაღები ის რომ ქვეყანა გაიწმინდოს მეხუთე კოლონიისგან რა. როგორ გავწმინდოთ? ხელისუფლება უნდა გაწმინდოს. მე და შენ ხო არ გავწმინდოთ. მე და შენ რომ დავიწყოთ, მაგათი წმინდოთ. შეიძლება დაგვაპატიმროს. შეიძლება მაგ დროს მოვიდეს, რომ ხალხმა გაწმინდოს. მე ერთხელ თქვი რომ ბოლო ამოვა ამ ხალხზე. ქვეყანა ვერ განვითარდება. კოლონა რო არსებობს, მეხუთე კოლონა, ქვეყანა ვერ ვითარდება. მადლობა უფალსო რაც კეთდება. კიდევ როგორ კეთდება მეთქი ამ ჩვენ ქვეყანაში ამდენი აგენტურული ქსელის გამო. და როგორ
როგორ არ იბლოკება კიდე ყველაფერი ამ ქალაქში რა, პროექტები და ყველაფერი თელ საქართველოში რაღაცა მაინც კეთდება ალბათ კბილებით გააქვთ ყველაფერი. სუნთქავთ, აი ესე. სუნთქავთ რა გინდათ ხალხო რა. ხელისუფლებას თხოვ, მოუწოდეთ. ჩვენი თხოვნა იქნება რომ მორჩეს რა ეს ყველაფერი ამ საქართველოს. წავიდა ეპშტეინების დრო, მიდის უყურე იცვლება მსოფლიო რა. იცვლება მსოფლიო. ყველა პროდუქტს გავატარებ, აგერ ირანმა გამოაცხადა, ვინც თავის ქვეყნიდან ამერიკის იმ ქვეყნის ყველას გავატარა იმ სრუტეშიო, ვინც ამერიკელებს საელჩოს განდევნის თავის ქვეყნიდან. ეს როგორი ნათქვამია? ანუ შენ გავდენოთ. არა, იცი რას ფიქრობ ეხლა უყურე როგორი მოცემულობა, ეხლა უყურე რა მოცემულობა, ყველაფერი ხო იზრდება ფასები. უკვე $88 გახდა. დღეს შეიძლება კიდე გაიზარდა საწვავის ფასი, ყველაფერი იზრდება. ახლა მეორე რამეა, ცდილობდა ხელისუფლება რომ ფასები დაერეგულება და ახლა ვერ დაარეგულება. აი ახლა როგორ უნდა დაარეგულება? მე რას ეთქვი? იმას კი არ იტყვი რომ სოფლიო კრიზისია დღეს. სოფლიო კრიზისია დღეს. თელ დედამიწაზე. სოფლიო კრიზისია დედამიწა. ესე გამოხდება. და ამათ ეთყვია რომ აუ ნახე, მაინც მოგატყუათ, ფასი ვერ დაწე, როგორ დაწიოს? გამოიყენებენ, სათავეში გამოიყენებენ. გამოიყენებენ ეხლა უბრალოდ ეს ეხლა დაემთხვა ეს ყველაფერი. მაგრამ ეს გათვლები, ეს ფასის რეგულაცია, ფასები სუპერმარკეტებში და სადაც არ უნდა იყოს, ეს ადრე უნდა დაეწყო ხელისუფლებას. კი, მაგეთახმებით. ეს ადრე უნდა დაწყებულიყო. კეთახმები ადრე იყო საზრე გამავე. ეს უნდა დაწყებულიყო 2012 წელს რომ მოვიდა ხელისუფლებაში ქართული ოცნება, მაშინ უნდა დაეწყო ბევრი რამე. მაგრამ იმ ხელ აგენტურული ქსელთან უწევდა ქართულ ოცნებას გამკლავება, რომ მე ახლა რო უყურებ დღესაც, ხო? აი 2012 წელს მოსულები რო იყვნენ, ხო? დღევანდელი ოცნება იმაზე უფრო ძლიერია ქვეყანაში. ამ ქვეყანაში რა, ხელისუფალი. მაგრამ კიდე ვერ აკეთებს იმას, რაც გასაკეთებელია რა. კიდე ვერ აკეთებს და დაიღალა ბიჭო ქვეყანა ამ ყვირილით ბიძინა ივანიშვილი. ბიჭო რა ბიძინა ივანიშვილი აუტყდათ ამ ოპოზიციას. ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ აჩანს არსად, კაცი. შეეშვით ამ ბიძინას ზახეს. ბიძინაზე უკეთესი გააკეთა და ბიძინაზე უკეთესი კაცი მოიყვანეთ მაშინ საქართველოში. ჩადგეს. არა, ბიძინა ვერ მოუნერებიათ, რომ ჩამოაგდო ბიძინა მაგენი. ჩამოაგდო კი არა, სულ პანჩური ურტყა კიდე ბატონო ტრისთან ისე ლამაზად გაუკეთა ყველაფერი, თო. არ გზალა და თვითონ ეხლა ჩვენ მაშინ ხო დაჭერილები ვიყავით იმ აკრო არჩევნები იყო რამე. მაგაზე მოგდიოდა კიდე ჩხუბი თან ეშინოდათ, მაგრამ მაინც ჩხუბი გქონდა რომ ხას რო გვირეკავდნენ, ტელეფონზე გაყვანო ვაზე ვეუნებოდი თუ ხმა მიეცით ქართულ ოცნებას, ყველა დაირაზმეთ, ყველა წადით, ყველაფერი რომ ეს ჭირი მოშორდეს საქართველოს. მოვიშორეთ, მაგრამ ეს ვერ მოვიშორეთ, მოუშორებელი ჭირი არ არის ბატონ ტრისთან. ეს იცი რა არის? სახადიც არ არის. აბა რა ჯანდაბა არის? რევინები არის? ეს არის რა? სანამ ბოროტი დედამიწას არ განეშორება? გონი უფალი სანამ არისას, მაგრამ ისე არ განეშორებიან ესენი ამ საქართველოს დაემოს რა. ანუ ესე იგი თქვენ ამბობთ რომ ჯერ კიდევ ვიქნებით ამ უბედურებაში? არა, მე ახლა შედარება გავაკეთე თორე ამათ ახლა ხელისუფალს ამათ შეუძლია ერთ დღეში დაამთავროს ყველა არასამთავრობოები და ყველა ესენი რა. ეს ეპშტეინის ხალხი. რატომ ვერ ამთავრებს? მე რა შეესაბამება? ვერ ერევა? კიდე რაღაცას ელოდება ჩვენი ხელისუფლება. კიდე უყურებს რაღაც ამინდის ცვლილებებს სოფლიოში და ეს ამინდის ცვლილებები დაწყებულია და თავდება. ეპშტეინის დრო დამთავრდება ძვირფასო ხელისუფლება. სხვა დრო მოდის. კონსერვატორების დრო მოდის. კონსერვატორების ქვეყნის მოყვარულის ხალხის დრო მოდის. ვისაც სამშობლო უყვარს, კიდევ ერთხელ ვიმეორო, ღმერთი რო უყვარს. ღმერთის სახლი რო უყვარს. ოჯახი რო უყვარს, ხალხის დრო მოდის რა. ამათი დანაშაული ის არის, ბატონო ზაზა, პირველი და მთავარი დანაშაული ის არის, რომ ამათმა დაღუპეს ჩვენი შვილების თაობა. საქართველოს მომავალი დაღუპეს. ის ახალგაზრდები დაღუპეს, რომელმა ახალგაზრდებას ეს ქვეყანა უნდა ააშენონ და ეს ქვეყანა უნდა მართონ. გამოიყვანეს ქუჩაში.
ხელიდან წიგნი წაართვეს ბავშვებს ხელიდან და ქუჩაში გამოიყვანეს. იარაღად გამოიყენეს ბავშვები იმისთვის, რომ მათმა თავისი ბინძური გეგმები განახორციელონ. აი რა არის მაგათი დანაშაული. ამაზე მეტ დანაშაული რა გინდათ? რომ დაღუპეს მომავალი თაობა, ქვეყნის მომავალი თაობა. მეხსიერება წაუშალეს ბავშვებს. ისტორია, რომელი ისტორიაც უნდა იცოდნენ. მათმა, რომელი ისტორიის საფუძველს უნდა აღიზარდონ, ის გაუნადგურეს. აი ეს არის მაგათი დანაშაული. და ჩვენ ახლა დღეს კიდევ ამას მშვიდად უნდა უყუროთ საქართველოს მოქალაქეებმა. ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენ მაგას ვერ შევეგუებით. იმიტომ ვერ შევეგუებით, რომ ხედავთ ჩვენ და ჩვენ სიღრმისეულად ვართ ჩავწვარი სწორედ მათ ბინძურ გეგმებში და ვიცით შემდგომში რა უნდათ გააკეთონ. ამიტომ თუ ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა და ვერ აღებინა მათ პასუხი და არ ჩამოაცილა ისინი დროულად ამ პოლიტიკურ ველს, არ ჩამოაცილა ისინი პოლიტიკურ აქტიურ ცხოვრებას, მაგას მივხედავთ ჩვენ. მივხედავთ საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს მიხედავს და საქართველოს ჩამოაცილებს მათ ყველანაირი არა თუ მარტო პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ ყველანაირი ცხოვრებას. და დრო არის რომ ხელისუფლებამ მიიღოს ზომები იმასთან დაკავშირებით. ბატონო ტრისტან, კიდე ერთი რამე არსებობს რა. ეხლა გადაცემაში ვართ კი ყველაფერი, მაგრამ არსებობს ესეთი რაღაცები, რომ მისчас დროინდელი კანონები კიდე მუშაობენ რა. სამწუხაროდ. რაღაც საზღარი კანონები რა. სამწუხაროდ. რომელიც მიიღეს არაკაცებმა, კაცების წინააღმდეგ ესეთი კანონებიც არის რა. რა თქმა უნდა. კაცურ ტრადიციას ბატონო ტრისტან დაარქვეს. ქურდული ტრადიცია და მამაძაღლობები და მთელი ამბები დაარქვეს რა. და კაცურ ტრადიცია ნიშნავდა იმას, რომ კაცი არ უნდა ყოფილიყო, მეგობარი უნდა ყოფილიყო, ძმაკაცი უნდა ყოფილიყო და გამტანი უნდა ყოფილიყო, ჭიში უნდა და ხიში უნდა. დღეს ესეთი რაღაცები არ შეიძლება. ო, კაცური ტრადიციები ამოქმედე და ისე ავტორიტეტებზე იდგა ეს ქვეყანა. ო, ადამიანურ ავტორიტეტებს. ადამიანურ ავტორიტეტებს ვიძახი, აბა იმას კი არ ვიძახი. რამე ისეთ მოგონილ და აბსტრაქტულ რაღაც დაადგენ, დააყენოთ კაცი. არქევნებზე ხმას რო იღებდა ოცნება ავტორიტეტები იყვნენ უბანში, რომელსაც ეკითხებოდნენ ჭკუას კაცს. ახალგაზრდა ის. ამას ეს ხონერაც არ მოუდგენიათ. ხო, ამას არ მოუდგენიათ. თუ კაცი არ ყაჩაღობს, კაცი არ მოუკლავს, რაც არის სისამართლე კოდექსი თუ არ აშავებს, ეს დამატებითი მუხლები რატო შეიტანეს? ბიჭო, მომისმინე აქეთ, ეხლა ის წარმატებული, რა ქვია, აკადემიკოსი, ის წარმატებული პროფესორი, წარმატებული ინჟინერი, წარმატებული ხელოვანი, რომელები ჩვენ გვყავდა ხელოვნების ისა კუთხით, წარმატებული მედიცინის მუშაკი და ასე შემდგომ, ხო, როდესაც საზოგადოება მას იცნობდა, ხო, და პატივსცემდა, მათ ქვიოთ ავტორიტეტები, ხო? და ეს ავტორიტეტები მოსპეს, ქუჩის ავტორიტეტებიც იყვნენ, კაცო. უბაში კაი კაცი ცხოვრობდა, ვაჟკაცი კაცი ავტორიტეტი იყო იქ. ხო, და ესენი მოსპეს აღარ არის და ის იმას კი არ გეუბნება, კაცი მოკალი, ცდილობას გასწავლი და კულტურას გასწავლი და უფროს იცოდე, ცდილობით ფასდება ადამიანი პირველ რიგშიო. მერეა ყველაფერი თანამდებობებიო. თუ უძდელი ხარ, არაფერი თანამდებობები არ გაგაკეთებ შობილებსო. ეხლა ეს ვერ გავიგე. მოსპეთ ესეთი რაღაცეები რა. ესენიც გამოუშვა ბატონო, ეს სტამბულის კონვენცია გაუქმდეს, ეს საზღვარი კონვენცია და ეს 3000 ქართველი როზის ციხეში და 3000 ოჯახი როა გაუბედურებული. ოჯახურ ძალადობას. ოჯახურ ძალადობა მოიგონეს. რა შუაშია ოჯახური ძალადობა? ძალადობა. გინდა ოჯახში გააკეთე, გინდა ოჯახის გარეთ. ძალადობა. კი ბატონო, მეთახმებით. რატო ხალი არ გინახიათ, ხალი მკვლელი? მარტო კაცია მკვლელი? ხალს არ მოუკლავს ქმარი, ხალს არ მოუკლავს შვილი. ხალები რო ძალადობენ, ისეთი უნდა აბორტებს რო იკეთებენ, მკვლელები არიან, აბა რა არიან? აბორტი რა არის? მკვლელობა არ არის? ადამიანიზის ჩანასახში ადამიანი და იმას კლავს. ვერ გავიგე რა, სათავისოდ დაწერეს, ყველაფერი დაწერეს. ერთი ხალხის საკეთილდღეო კანონი გითხარით რომელია? აი მიშას დროინდელი კანონებიდან. აი გითხარით რომელია ხალხისთვის. ან განათლების კანონი იყო კარგი, ან სისხლის სამართლის კოდექსი იყო, ან ადმინისტრაციული კოდექსი, ან სოფლის მეურნეობაში რამე გაკეთდა, არაფერი. დაიწყო გრევა შევარნაძის დროიდან და გრძელდება და დღესაც მიდის დაცარიელებულია მთელი საქართველოს დაცარიელობაში. ერთი სიტყვით და ეს დემოგრაფია და შემოგვიყარეს, აქ პაკისტანი, ისინი
თურმე ფული შემოდის რა მაგადგან რა. გავიგე, მაგრამ აქ დარჩენის უფლებას ნუ აძლევთ ხალხო. ბინადრობის უფლებას ნუ აძლევთ. ქართული მიწა მაგდეს ვერ იტევს. აქ ბინადრობის უფლება კონდეს ამდენ ხანს და მე მოქალაქეობა და აქ მე აწლეულები გავა. ქართველი რო არ იქნება და ისე შექმნიან მე უმრავლესობას და ფრაქცია იქნება თავისი. გასაგებია ბატონო ზაზე ეს ყველაფერი. ერთი სიტყვით აქ არის, აქ ჩვენ ვართ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე. ეს პრობლემები არის და ეს პრობლემები იქნება მანამ, სანამ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს აგენტურული ქსელი იარსებებს საქართველოში. ეს პრობლემები ჩვენ არ გამოგველებათ ვიფასო ტელემაყურებლებო. ქვეყანა სჭირდება ბატონო ტრისთან ჯანსაღი ოპოზიცია. ხო, ერთს გაჩენით და ეს პრობლემები იქნება და იარსებებს ყოველთვის. ამიტომ არის საჭირო რომ ჩვენ ერთობლივად ხელისუფლებასთან ერთად ეს პრობლემები მოვაგროთ. პრობლემები მოგვარდება, როდესაც საზოგადოება იქნება აქტიური, აი სწორედ ამ კუთხით და მოთხოვს ხელისუფლებას რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა გააუქმოთ. შეუჩერეთ მათ რეგისტრაცია. თქვენ ხელში ეს ყველაფერი. მაგის ყველანაირი უფლება გაქვთ, რადგან ისინი მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეხლა რა მინდა გითხრათ? აი ეხლა დღეს გუშინ იყო ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და ყულევის ტერმინალი, რომელიც იყო დასაქციელებული, მოხსნა სანქციები. ნუ ახლა გამოდიან და აი ხო ხედავ ჩვენო ესე იგი გწნესო, ესაო, ისაო, აიგე, მაგრამ ეხლა მე უფრო სხვანაირად ვხედავ ამას. ჯერეთი რომ რატო დაასანქციეს, ხო? და რა შუაში იყო სანქციები. ისინი დააბეზრესო, ვითომ რუსული გემები, ტანკერები იყო. ჯერეთი რა შუაში იყო აქ ეს ყველაფერი, ხო? რატომ დაასანქციეს და რა საფრთხეს წარმოადგენდა ახლა თუნდაც აი ყულევის ტერმინალი გადამუშავებას აკეთებდა იმდენი ნავთობის რომ რუსეთის ბიუჯეტი მაგით ივსებოდა და მე უკრაინაში მიმდინარეობდა ამ ბიუჯეტის საფუძველზე აქტიური საომარი მოქმედებები. მე უფრო რას ხედავ, იცი? ამ ირანის ომიდან გამომდინარე ეს ნავთობის კრიზისი რო შეიქმნა. იმიტომ არ და იმიტომ მოხდა. სათავისოდ ხوار უნდათ ეს გამოიყენება. სათავისოდ უნდათ გამოყენება, მაგრამ მანამ სანამ დასაქციელებდნენ იქ უნგრეთში რა მოხდა? რამხელა ფული დაიჭირეს, ცოცხალი ფული. ხო, გასაგებია. ეს შავი ფული, გათეთრებული, გასაყოფად იქ ორბანის ჩამოსაგდება დიტოვებოდა, იქ ნაწილი უკრაინაში ჩებოდა, ნაწილი ევროკავშირში ჩებოდა. ამხელა ფულს იჭერენ. და კაციშვილი კომენტარს არ აკეთებს ევროკავშირი. არა, იმიტომ რომ რას გააკეთებენ. და ესენი თქვენი ფულია. ეს შავი ფული იყო ეს. თქვენი ფულია ეს, შავი ფული, რომელსაც ათეთრებთ. და უკრაინაში ხალხი ეწირება, მოსახლეობა და ქვეყანა დაინგრა და განადგურდა. უკრაინა ჩათვალეთ, უკრაინა აღარ იქნება მალე სახელმწიფო. როგორც მოვიდა იმ 24 წელს და შეიქმნა უკრაინის სახელი, ისე გაქრება 26-ან 28 წელში ვაგ უკრაინა საერთოდ რა. ხო, მაგრამ ამ ყულევის ტერმინალთან დაკავშირებით. ყულევის ტერმინალთან რა უნდა არასამთავრობოები აწვდენ დანოს ინგლისში, რომ აქ ბევრჯერ თურმე აკვირდებოდნენ, საიდან აკვირდებოდით ტანკერების. აი ეს რაღაცა რუსული ორი ტანკერის მონაცემი. ეს ტანკერები აწვდიან, რომ აი შემოდიან, ნავთობი მუშავდება, ეს ფული იქ მიდის და დაასანქციეს ყულევის დამსახურება. ყულევის დღეს რატომ მოხსენე? თუ მართლა ეგრე იყო, რატო ხსნი? მე რას ვფიქრობ, იცი, ბატონო ზაზა? არაფერი, ბატონ ტრისთან. ეს კეთდებოდა საქართველოს საწინააღმდეგო. არა, გასაგებია საქართველოს საწინააღმდეგო კეთდებოდა, იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლილი იყო და მე ხალხი ამ ეკონომიკის ჩამოშლის საფუძველზე ხალხი გამოსული იყო ქუჩაში. ეს იმიტომ კეთდებოდა. იმიტომ კეთდებოდა ყველა ეს არასწორი ქმედებები ამ აგენტურის მხრიდან, რომ უნდა მოეხდინათ რევოლუცია. კი ბატონო, იმიტომ უნდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, რომ უნდა განადგურებული იყოს ეს ქვეყანა. აიგეთ და უნდა დავეწყოთ რუსეთის წინააღმდეგ ომი. ესეც ვიცით ყველაფერი, მაგრამ ყულევის ტერმინალზე ჯერეთი სანქციების დადება რა შუაში იყო, მაგრამ ეხლა სანქციების მოხსნა თქვენ გონიათ მათ ჩვენზე გულიტკივათ ეხლა და არ იქა და თურმე ყულევის ტერმინალი არაფერს შუაში არ ყოფილა და ამიტომ მოხსნა ის სანქციები. მათ აქვთ რაღაცა ბოროტი რაღაც გეგმები კიდევ ვიმეორებ. ისინი ასე რაღაც იმათ რომ ყულევის ტერმინალზე მოეხსნათ სანქციები, ისე არ ხდება ეს შემთხვევით. მათ რაღაცა აქვს ჩანაფიქრი ამ ყულევის ტერმინალთან. შეიძლება რაღაცა დრონიც მოხდეს ყულევის დასაწყისში. არა, დრონი რაღაცა არის, მან ჩანაფიქრი შეიძლება არ გამოვრიცხა მე და ეხლა მათ კრიზისი აქვს უკვე, ნავთობის კრიზისი აქვს, იმიტომ რომ ირანში ომი არის, ნავთობის ფასები იწევს და
და რაღაც ფარულად არ დაიწყონ რუსეთიდან ნავთობის შემოტანა და ყურლების ტერმინალით გადინება ევროპის ქვეყნებში. არა ბატონო ტრისთან, მაგი ვერ მოხდება. თქვა იმან რუსეთის პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა. ხო ქონდაო. მაგათ არ უნდათო ჩვენიო სანქციებს შემოატრიალეთ ყველაფერიო და დროზე დაკეტეთ ყველაფერიო. უთხრა, აგერ ჩინეთი, აგერ ინდონეზია, აგერ ის არის, ინდოეთი ისენიო და სამსებითო რა გვიდა მაგათ რომ იცით. უპრობლემოდ წავა იქით. ხაზები გახსნე, ყველაფერი გახსნილია. ამ ევროპამ რა უნდა კრა, საიდან უნდა შემოიტანოს? აი ევროპა ძალიან ცუდი მდგომარეობა არის აქ, კრიზისში არის. კრიზისში ენერგომატარებელი ჯერ ამ ხელა ფასები აქვს ევროპაში და ეხლა კიდე ამ ომის კრიზისის შემდეგ ამ ხელაზე ეწევა ის ფასები. კი ბატონო. იქ მოხდება თვითონ ეკონომიკის ჩამოსვლა თვითონ ევროკავშირის. ერთი სიტყვით ბატონო ზაზა, ჩვენი დროს იწურება ძალიან სწრაფად შემოგვეხარჯა დრო ხელში, მაგრამ თავარი ის არის, რომ ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ დღეს გვმართებს ახლა მოდით რა, ნუ იქნებით სტილში, გაიგეთ. რაღაცებს ნუ აუვლით გვერდს და იგნორებას ნუ გავუკეთებთ ძალიან. იმიტომ რომ ჩვენი გასაკეთებელია ეს, რაც უნდა გაკეთდეს დღეს ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა ავიღოთ თვითონმა ჩვენთანგანმა პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, რომ არ მივცეთ აქ საშუალება არც იმ ანტისახელმწიფოებრივად განწყობილ აბანეების მოქმედებისა საქმიანობის გავრცელების უფლება. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დავირაზმოთ ამასთან დაკავშირებით და ჩვენ უნდა აღუდგეთ წინ. კი ბატონო, ხელისუფლება გასაგებია, მაგრამ ჩვენ რატო ვართ უფუნქციოები? ხელისუფლება ხო არ გეტყვის იმას, რომ გამოდით ეს გააკეთო, გამოვიდეთ და გავაკეთეთ და მივხედოთ მაგათ და ერთხელ სამუდამოდ ჩავაგდებინოთ ის ხმა და მოვწყვიტოთ ამ პოლიტიკური ველიდან, გაიგე და აღარ მივცეთ საშუალება იმისა, რომ ეს სიმახინჯეები აკეთონ ამ ქვეყანაში. ამიტომ ყველამ ავიღოთ თვითოული ჩვენთანგანმა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე, რომ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა ამ უმსგავსებისა და ამ ბინძური აგენტების თარეშისაგან. ბატონო ტრისთან, ნამდვილად რა, თითოეული ქართველის ვალია, თითოეული საქართველოს მოქალაქის ვალია, ვინც არსებობს ამ ქვეყანაში, ვინც ცხოვრობს, რომ ქვეყანა გავწმინდოთ ბოროტი ძალებისაგან და მაჯლაჯუნებისაგან. ამათ ვეძახი ბოროტი. სექტანტები. ხო, ყველა ბოროტი და მაჯლაჯუნა რო არის, იქ სექტანტიც არის და ყველაფერი და ყველაფერი. კარგით, ბატონო ზაზა, ჩვენი დრო მოიწურა და ძვირფასო ტელემაყურებლებო, მადლობთ რომ გიყურეთ, კარგად ვზარდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე. ჩვენი გადაცემები არის ყოველთვის, ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს საღამოს 20 საათზე. გვიყურეთ, დარჩით ჩვენთან საინტერესო ამბებით. კარგად ვზარდებოდეთ. კარგად ვზარდებოდეთ.